მოგესალმებით. ძალიან დიდი ხანია ასე სავსე დარბაზი არ მინახავს. ძალიან დიდი ხანია არ მინახავს ასეთი მონდომებული ადამიანები. ძალიან დიდი ხანია არ მინახავს ისეთი ამბები, რაც კულისებში ახლა ხდება. თქვენ ჩემზე კარგად იცით, როგორი შვილები ხართ, მაგრამ მე ჩემი შტაბეშვილება უნდა გითხრათ, რასაც ახლა აქ ვხედავ. და მე მადლობაც გადაგიხადოთ ასეთი ბავშვებისთვის. ყოველთვის ვცდილობ დავაკვირდე, სანამ ღონისძიებას დავიწყებ. იქნება ეს საანგარიშო, იქნება ეს ფესტივალი, თუ არ აქვს მნიშვნელობა. და ყოველთვის ხედავ ერთ რამეს, ის რაც ახლა კულისებში დავინახავ. იცით როგორი შვილები ყავთ და რისთვის გიხდით მადლობას დგანა კულისებში. და გონიათ ნერვიულობენ? არა. წმუნდავენ, მაგრამ ამას ჩვენ ენაზე პასუხისმგებლობის გზნობა ქვია და ყოჩა ხდენ, რომ ეს აუმაღლეთ ამ ბავშვებს. მადლობა ასეთი შვილებისთვის. და ორჯერ მეტი მადლობა რისთვის კიდე იცით? ირჯვარს იწერენ და ისე აპირებენ სცენაზე გამოსვლას. ამისთვის განსაკუთრებული მადლობა შევძლებთ თქვენ. იმიტომ რომ თქვენმა შვილებმა იციან, რომ ეს მათი საბრძოლო მოედანი. აი ეს სცენა დღეს მათი ბრძოლის ველია. ყველა ჩვენი საბრძოლო ადგილი გვაქვს. არ ვიცი, საქართველოს ნაკრებს და ხვიჩაპარასხელის მეთაურობით სტადიონი აქვს. Populia სტატამია და ასე შემდეგ და ჩვენ შვილებს ეს აქვს საომარი ადგილი და დღეს ისინი აქ იომებენ და თქვენგან მხოლოდ ერთ რამეს ელიან. ტაშს, რომელიც ეკუთვნით სამშობლოდ ამბავთ. იმიტომ რომ ნახობით 2 საათია უყურებ, მათ გენერალურ რეპეტიციასაც დავესწარი. ვაკვირდები სათითაო ყველა ბავშვს. სანამ დავიწყებდი ღონისძიებას, პატარა ვიდეო რელიზის ჩავწერე, არ ვიცი მე შეგიძლიათ ნახოთ და გავაუცელე ყველგან. მე წაგიკითხავთ კომენტარებს, რას უწერს სოფლიოში გაბნეული ქართველობა თქვენ შვილებს. იმ თემაზე, რა თემას ჩვენ ახლა კულისებში ჩავწერთ. სოხუმზე ვისაუბრეთ, აფხაზეთზე ვისაუბრეთ და ვისაუბრეთ იმაზე, თუ რას ნიშნავს ქართული ხელოვნება და ცეკვა და ეს რომ არ არის მხოლოდ ხაზის გასწორება, მხოლოდ თავის სწორად დაჭერა და მხოლოდ გასმა და ასე შემდეგ. რომ ეს უფრო მეტია, ვიდრე ყველაფერი ერთად აღებული. ქართველებს რაღაც სატრადახო. ყველაზე მეტად. დიახ, ქართული კულტურა და ხელოვნება და ამას ემსახურებიან ეს ბავშვები. ამიტომ თქვენ მშობლებო, დედებო, მამებო, ბაბუებო, ბებიებო, ყველას მადლობა რომ აი ასეთ ადამიანებთან ერთად აშენებ საქართველოს. ეს არის საქართველოს შენება. ტაში თქვენ ყველას ერთად. ეს ფოტოშოპის ქონდა ბედნიერება შარშან ყოფილიყავი მსგავსი ფორმატის ჩვენი დღევანდელი მასპინძლის საანგარიშო ღონისძიების წამყვანი მოყოლ შარშანდელიდან განსხვავებული ხიაცის ქვეშ საბედნიერო და თლადასე სიმფოზი დამოხვედრებით ავიცოდი, მაგრამ რა თქმა უნდა ყველა ერთმანეთს ჩავეხუტებით პირდაპირ გადავიდა არა ამჯერად, მაგრამ დღეს და წელსაც რომ ხვდა ბედნიერება წილად ამ ადამიანების გვერდით ყოფნის, ეს არის ჩემთვის მართლა არ ვიცი, კიდევ ერთი პლუსი რომ ურთიერთობა მქონდეს საქართველოს მომავალთან. დღეს ჩვენ ქორეოგრაფიული ანსამბლი სანავარდოს საანგარიშო კონცერტი გვაქვს და სანავარდოს ყველა საკითხავ გავს გამხნევება გიძებ. დათანრატო დღეს აქ ის ადამიანია მოსული კულისებში, თუმცა არც კი ჩარეულა დღევანდელი ღონისძიების მომზადებაში, ვინც 11 წლის წინ ადგა და შექმნა საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ქორეოგრაფიული ანსამბლი სანავარდო. და ამ ანსამბლს ფოტოშოპის მე როგორც გავიგე, ნათლია წყოლია, ეს ვიზეთ საუბრობ კაცის სახელს დაგვარ ჯერ არ ამბობ, მაგრამ ამ ნათლის სახელს დაგვარს ვიტყვი, ყველამ ვიცით, თქვენი თანაქალაქელია, ჩვენი თანაქალაქელია ზურა ყურაშვილის ნათლობა ყოფილა ეს და მას მოუნათლავს
2015 წელს ჩვენი ანსამბლი აი ამ ლამაზი სახელით. და ის ვინც შექმნა ეს ყველაფერი და ის ვინც დაუბრუნდა საქართველოს თავად ბატონი გენადი გრიგოლიანი და კაშიან ადამიანს. ქართველ კაცს, კარგ სამხედროებს, რომელიც ვითომ არაფერი, მაგრამ არც კი იმჩნევს როგორ ნერვიულობს, მაგრამ ეთყობა და ამ ნერვიულობას დაუფასებენ შვილები, თავისით და ისინი მისდეს იწებენ. რა თქმა უნდა, უდიდესი მადლობა უნდა გადავუხადოთ იმ ორ კარგ ქართველს, რომლებმაც შექმნეს და აქამდე მოიყვანეს ეს დღე. ჩვენს ულამაზეს ქეთის, ჩვენს ძალიან ლამაზ ქეთის და მის ძმას, აუცილებლად რომას მადლობა უნდა გადავუხადოთ იმისთვის, რასაც დღეს გვიუღია. ქეთი და რომა, მადლობა თქვენ. ზევით არ ამიხედავს, რამდენი ხალხი გქონდეს. თქვენს მოგესალმებით, დიდი პატიოსებით და დიდი სიყვარულით და არ ვიცი, დაფასებთ ყველას ერთად, აი ასეთი ერთობლისთვის. დიდი მადლობა თქვენ. ამ ანსამბლს სხვა ბევრი ანსამბლისგან განსხვავებით ყავს ერთი ადამიანი, ქალბატონი, რომელიც კოორდინაციას უკეთებს ყველაფერს ერთ ხელში, აგვარებს ყველა ტექნიკურ საქმეს. ნუ არ ერევა რა თქმა უნდა არცეკვების დაგმაში და არაფერი სხვა, მაგრამ ყველაფერს აგვარებს იმ დონეზე, რომ გამართული იყოს, დასწრება იყოს, ღონისძიება იყოს ორგანიზებული და ქალბატონ ეთერზე მაგ საუბარდა, დიდი მადლობა ქალბატონ ეთერს იმისთვის, რომ აი ამ გუნდის დედა ბოწი მართლა პირდაპირ გადებით დღეს დადებს იმ ნამუშევარს, რასაც სანავარდო შემოგთავაზებს. მე ხშირად არ გამოვა ხოლმე, არ შეგაწყვეტ, ხშირადაში ჩავერთვები და მეტი რა გითხრათ, ხევანდელი, ჩვენი უმაგრესი ბიჭების, უმაგრესი გოგონების, ანუ ანსამბლ სანავარდო საანგარიშო კონცერტი გახსნილ გამომისხადებია. მადლობა მომხმარებისთვის. Mr.
განენელებული მოქმედების ხალხი და პირიქით, მაგრამ ახლა რომ ამ კაცისკენ არ წავიდე და არ დავარღვიო ყველა პროტოკოლი და ხელი არ მოკიდო, მაინც ხედავს გენადი ყველა პოლიციაში. გენადი ძინავია. რომელიც ისე ხედავს, ისე ნერვიულობს, ისე ამოწრებებს ატარებს, რომ ამის გამოვარდეს რაღაცა სცენაზე გინდა, ბოლოს შემოინახე ძალებ გენადი რიგოლია, შემოგებო. ასამის დამარცხებელი და მამამთავარი და არაფერი ყველაფერი შეშლაშია შემოგენები. სხვადასხვა ნაბიჯი მივიწევთ დასასრულისკენ, აი ასე რუდუნებით, მიუხედავად ასეთი სიგრილისა, ძალიან მცირე მეკულისებში და თქვენს განყოფ დამეტანი გრილად ხარ და მიხარია რომ ასე გრილად ნაბიჯი მივიწევთ წინ.
ჩვენგან სცენაზე. გამოვიწყდა ჩემი თავის წარდგენა ღონისძიების დასაწყისში. მე ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე გახლავართ და კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით. მადლობას გიხდით მოგზაურებისთვის, მადლობას გიხდით ერთმანეთის დაფასებისთვის, მადლობა მინდა გადავუხადოთ ჩვენ შვილებს ასეთი ენერგიულობისთვის. და გარდა იმისა, რომ ხშირად ვახსენებთ აფხაზეთი, ხშირად ვახსენებთ ჩვენი საქართველო, არ წარმოგვიდგენია ალბათ არავის. და სავარაუდოდ გამეხმარებით ამაში, რომ წუთიერი გულით მინდა ჩვენს პატრიოტს, ჩვენს უსაყვარლეს ილია მეორესწეთ პატივი, რომლის გარეშეც საქართველო ყოველთვის წარმოუდგენელი იყო.
მithumates ახლა მადლობა ძალიან დიდი და ჩვენს ახალ წინამძღვარს შიო მესამეს კი რა თქმა უნდა უსურვოთ ხნეობა უსურვოთ გაერთიანებული საქართველოს მმართველობა და უსურვოთ იცით რა ის რასაც მე ვხედავ ყოველდღე პირდაპირ შემიძლია გითხრათ გუში რუსთავში ვიყავი გუში წინ ცხეთაში იმის წინ ბორჯომში იმის წინ ახალციხეში იმის წინ ქუთაისში და ასე შემდეგ დავდივარ თელ საქართველოში და ვხედავ რას იცით ვხედავ იმედს რისას იმედს მომავლის და ამ ბავშვებისაც მე გულით წდება რომ ეს ბავშვები არ ჩანან ეგრეთ წოდებულ დიდ ეკრანზე, ეგრეთ წოდებულ დიდ ტელევიზიებში, სხვადასხვა შოუებსა თუ ღონისძიებებში. გულით წდება რომ ჩემი კოლეგები მათზე არ აგებენ თავიანთ გადაცემებს. იმიტომ რომ ეს ხალხია ის იმედი, რომელიც ხშირ შემთხვევაში ჩვენ გვაქმევნებს. დიახ, ამქავე ხანას უსაშველო არასოდეს არაფერი არ ჭირს. ამ პატარა წალკოც დედამიწაზე არსებულ სამოქხეს საქართველოს გაუმარჯოს აი ამ სცენიდან სანავარდოს თანადობით და კიდევ ერთხელ დარწმუნდით თქვენ ამაში როგორი შესრულებით როგორი ენერგიულობით და როგორი მოტივაციით არიან ისინი დღეს მოსული ეს დღე საანგარიშო კონცერტის სახით წარმოვიდგება მაგრამ ხომ ხვდებით რომ გაიზრდებიან დღეს გადაღებულ ვიდეოებს რომ ნახავენ ჩვენ ტელევიზიის ჩანაწერებს უყურებენ თავის შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად რა სიტყვიან მომავლის ძლიერ საქართველოში დიახ ჩვენი წვილი შევეკანეთო ამ ქვეყნის გაერთიანებაში რასაც ესენი აკეთებენ ის ბრძოლა კიდევ ერთხელ გინეულა ისე ვაკი ჩემო ძვირფასო ბატონო გენადი არ ვიცი საით გახვედით კარგონო ეთერი კეთი რომა დავით ჩვენი ბოლო ცეკვა რომის შემდეგაც რა თქმა უნდა მოგიწვევთ სცენაზე მოდი საქართველოს ერთობას მიუძღვნათ იმას რაც ყველაზე მეტად ვტკივა არ ვიცი დარბაზში თუ სხეთქართ ვინმე თუ არადა ნათესავი მაინც გაყოლება დაფხაზეთის ომის ვეტერანი ან სამაჩაბლოს ომის ვეტერანი თუ არავინ ხართ დარბაზში ასეთი მე ვხედავ ყოველ შემთხვევაში ნათესავი მაინც გეყოლებათ შუქი მანათებს და იმიტომები ნათესავი მაინც გეყოლებათ ვინმე ახლობელი მაინც ბოლო ქართველები ვარ და თქვენთან ერთად და თქვენის ნებართვით მოდით ცოცხლებს მივაგოთ პატივი და ცოცხლებს დაუკრათ დაში იმიტომ რომ ცოცხალი ძალიან ბევრი გმირი დადის საქართველოს კარგად გამოგვდის და ასეც უნდა იყოს გარდაცვლილი გმირების პატივისცემა მაგრამ ისიც რამხელა მოტივაციაა ნებისმიერი მეომარისთვის როცა მას ერთ სიტყვას მადლობას ეუბნებიან ხო და ბიჭებო ჩემო ძმებო ჩემო მეგობრებო მადლობა თქვენ იმისთვის რომ დღეს ჩვენ ყველა ერთად ვართ
მის ბოლოს სცენაზე. მთელი სანავარდო, ხო შემოდი ბავშვებო. ქორეოგრაფიული ანსამბლი სანავარდო. დღეს ამ ბავშვებმა ისტორიული დღე გაგიქვეს. დღეს ამ პატარა ქართველებმა დიდი საქმე გააკეთეს. და მათ აუცილებლად საკითხად მოუწევთ მადლობის გადახდა თავიანთი პედაგოგების წინაშე. მაშასე სცენაზე თხოვ დავით გიორგაძეს. დათო, შევიდი სცენაზე. დავით გიორგაძე. რომა გრიგორია, რომა გრიგორია. მისი დაიკო ერთს მოვიწვევ, მაგრამ ორი შემოვლენ. ქეთი გრიგორია. ოფსადი შეძალიკოს დავიდები გვერდი. გაბატონო ეთერი, სამზადებით, გაბატონო ეთერი, თავი და თავი, მართვა, მატორი, ავიცი, დინამო, ყველაფერი ამ დიდი გუნდისა, რომელსაც სახელად ქვია სანავარდო. ეს უკვე სცენაზეა, როცა გამოაცხადო, მაინც აქ არის ბატონი გენეტი გრიგორია. სანავარდოს გაუმარჯოს და იმ 11 წელს გაუმარჯოს, რომლითაც ისინი თქვენს შვილებს ხდიან. ანუ საქართველოს მომავალს გაუმარჯოს. და გაუმარჯოს ამ დიდ ოჯახს, რომლის ნათლია ბატონი ზურაბძანდება, როგორც გავიგე. ჩემო ბატონიები, მე ახლა ჩემი პროფესიული რაღაცები ჩამერტყება და სანამ ჩვენი ჟურნალისტები ინტერვიუს ჩაწერენ შენთან, ხალხს მინდა მოვაცნენინო ორიო სიტყვა საქართველოში დაბრუნებულო ქართველო ემიგრანტ. შეგოგებთ, დიდი მადლობა ყველას მომხმარებისთვის, დიდი მადლობა მშობლებს, დიდი მადლობა ბავშვებს, რომლებმაც გავაგებთ დღეს აში დააკრებინათ ჩვენთან მოსულ მაყურებლებს. ამაზე დიდი ბედნიერება არაფერი არა, როდესაც 4-5 წელი უნდები ამ დიდი შრომას და ბოლოს ერთი ბედნიერება არის მაყურებელი, რომელიც გამაზად გარდა კაშურა. ეს კაშის დაკრა არ მოგიშევოთ არადო ხმეთ გაიხარეთ, მადლობა, ჩემო ბენადი. მე დარბაზში დავინახე და თუ შეიძლება რომ სცენაზე მოვიხმო დარბაზში დავინახე ქაბატონი ნატალია იყო კულტურის სამსახურის უფროსი. მე მგონი სწორად შევამჩნიე და თუ შეძლეთ ქაბატონი ნატალი რო ამოგზადეთ ვერ გხედავთ აბა აი თუ შეიძლება მოგზადეთ ქაბატონი ნატალი ბატონი ბეჟანგოგია დავინახე კიდე იყო დარბაზში ბატონო ბეჟანი ხო გამოგზადეთ ჩვენთან ბატონი დიმა სახელაშვილი სად არის აბა აი ჩავიგეშვიგებ და როგორ ხედავ კი ამ ხალხის ისე ჩემო გენადი ხალხის საცობიჯობია მათანების საცობს და მეთანხმე ასე უფრო უკეთესი იქნება და სადა ვერ მოგიხარ რაღაცნაირად თუ გამოვარკვევს როგორ გაგითავისუფლოთ ზარვიც კარგი არაუშავს ზამდებოდა ზუსტად ვიცი გული და სულით რასაც გეუბნებიან და ჩვენი ბატონი სოსო შეგვისმე კიდე დარბაზში ბოქსაძე ბატონო სოსო პრინციპიო სიტუაციაში ხარ ხო სოჩიდან აქამდე ჩამობრუნდი შეგაიკაცო და მანდიდან აქამდე კარგი მადლობა ბატონო გენადი დიდი მადლობა გადაუხადოთ ყველაზე ქეთი თუ შეიძლება გვერდი გამიშვენენ სად არის შენი ძამიკო რომელსაც ვიცი რომ მიკროფონთან მაინც და მაინც თვალკაცობა არ უყვარს მაგრამ მოუწევს ინტერვიუს მიცემა და ახლა შენ მინდა რომ დასკვნითი მოდი დასკვნითი სიტყვა შენ ძამიკოსთან ერთად აუცილებლად თქვა რა იყო ეს რაც ახლა ყველამ ერთად ნახეთ პირველ რიგში ყველა ძალიან დიდი მადლობა მოგზაურებისთვის იმედია გავამართლეთ თქვენი მოლოდინები ვიყავთ მოგესალმებით. მოსულადაც აპარატი არ მოყავს საქმე და რა ვიცი შევძლებთ. მადლობა ყველა ძალიან მიყვართ. საქმე
და ხალხოვნებაა. და ესე იგი რაღაცა მოახერხეთ, ხო, მან ჩვენამდე მოხდა. ხო. საღამოშიდობის საჩემო ძვირფასებო, დილოთახ დღევანდელ დღეს განსაკუთრებით გამეხარდა გენადის დაბრუნება სამტრედიაში, თავის სამშობლოში, საქართველოში და ვისურვებ, რომ გენადი ეს იყოს საბოლოო დაბრუნება და აღარ მინდა, რომ იქ წავიდეს თქვენაირი პროფესიონალები. ბავშვებო, არაჩვეულებრივები ხართ, უმრავლესი მადლობა დღევანდელი დღისთვის. თქვენს ქორეოგრაფებს, თქვენს მშობლებს, აი ამ ხარდაჭერისათვის და ქართველ გენს და ქართველ ერთს გადაშენება არ უწერია. აი აქ დგას ამ სცენაზე ეს მომავალი, ჩვენი თაობა, ჩვენი ღირსება და იმედი. ენაცვლეთ ამ სიტყვებში ქალბატონო ნატალი და ბავშვებო და ძვირფასო სტუმრებო. ჩვენი დასკვნითი სიტყვა იქნება ის შემთხვევნა, რასაც საქართველოს ყველა ქალაქის ყველა სცენიდან ვაკეთებ ხოლმე. მე ახლა ჩავთავ ვიდეოს, სადაც 100,000-ობით, მილიონობით ქართველს მივმართავ, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი მსოფლიოს რომელ ქვეყანაშიც და რომლისთვისაც ერთი დიდი გზავნილი გვაქვს ხოლმე. ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმებით. ამჯერად ჩვენი ულამაზესი სამტრედიის კულტურის ცენტრის სცენიდან. აი ეს უმაგრესი ბავშვები ანსამბლ სანავარდოს მეომრები არიან. ეს კი მათი ხელმძღვანელები. აი ეს კი ჩვენი სამტრედია. და რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, ჩემო ქართველებო, იმედს გიგზავნით. ამჯერად სამტრედია. იმედს, რომელიც ბოლოს კი არა არასოდეს არ კვდება. ხოდა ჩემო მეომრებო, როგორ ჩემთან ხდით? კიდევ ერთხელ, აფხაზეთი! აფხაზეთი! და საქართველოს გაუმარ! საქართველოს გაუმარ! და საქართველოს გაუმარ! მადლობა მომავალ შეხვედრამდე. ეს იყო ანსამბლი სანავარდო. 2020 წლის საერთო კონცერტზე ვეშინობთ. კიდევ ერთი ლამაზი დღე ჩაიწერა ჩვენი სამტრედიის ისტორიაში. ანსამბლმა სანავარდომ წარმოგიდგინა არაჩვეულებრივი ნაშრომი, მთელი წლის ნაშრომი. მე მინდა მადლობა გადაუხადო სანავარდოს ხელმძღვანელებს, ქორეოგრაფებს, ბავშვებს, მათ მშობლებს ასეთი აქტიურობისათვის, ასეთი ლამაზი საღამოსათვის და მე ვიმედოვნებ, რომ მომავალ წლებშიც კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს ეს ახალგაზრდები. უღრმესი მადლობა ყველას. პირველ რიგში მადლობა მინდა გადაუხადო ჩემი ბავშვობის მეგობარს. ჩვენ ბავშვობიდან მოვდივართ, ერთი სკოლა გვაქვს მე და გენადის დამთავრებული და გამიხარდა მისი ხილვა ჩემთვის ნამდვილად ბედნიერების მომრგველი იყო, მიუხედავად იმისა, რომ გენადის უმისობა არ ემჩნეოდა ანსამბლ სანავარდოს, იმიტომ რომ ღირსეული მეუღლე, შვილები და თანაგუნდელები დათოს სახით მე ერთს ვიტყვი, ეს არის ჩემი ჩვეული ფრაზა, რასაც ყოველთვის ყველგან ვამბობ. სამტრედია ნიჭიერთა სამჭედლოა და ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენმა ბავშვებმა. წარმატებები გუნდ ანსამბლ სანავარდოს. საოცარი ემოციებით დატვირთული ვარ. ქართული ცეკვა საერთოდ სულის გამოძახილია და სანავარდო არის სწორედ მაგალითი იმისა, რომ ბავშვებს ის ქართულ სულს უდებს, არა მარტო ქართულ ცეკვას, არამედ ქართულ სულს უდებს და მე ვარ ბედნიერი, რომ ანსამბლ სანავარდოში არის ჩემი შვილი. და უფროსი შვილიც აქ გაიზარდა ანსამბლ სანავარდოში, უკვე დიდი ბიჭია, დიდი თაობა და ეხლა პატარა გოგონა, რომელიც მესამე კურსელია და საოცარი ემოციებით ვარ დატვირთული. მე მადლობას ვუხდი ხელმძღვანელებს, სანავარდოს ხელმძღვანელებს. საოცარი ადამიანები არიან. ეს ჩვენი უახლოესი ოჯახია, აგრეთვე ჩემი მეუღლე არის რომას ნათლია და ვამაყობთ რომ ასეთი ნათლული ვყავს. ჩემ მეგობარს, გენად გრიგოლიას, მის ოჯახს, გრიგოლიების მაგრამს და ნაშიერს დღევანდელ დღეს ულოცავ. მშობლებს, ყველა თვითონ მშობელს, ყველა ბებია ბაბუას, ყველა მონაწილეს ესეთი საღამოს
ჩუქებისათვის ჩემ ბატონებო და ქეთს ვიხრი მაგაცინაში ძალიან დიდი ნაშრომია ცეკვის სწავლება არ არის ტაში ბიჯო ტაშიო ტაში ამას უნდა მთელი ცხოვრება 73 წელს ვარ და კიდევ ვსწავლობ ცეკვას არის სწავლება მე პატარა ბიჭი ვარ გამოდივარ სცენაზე ქართული ქორეოგრაფია არის საქართველოს ისტორია რაც უფრო მეტი ბავშვი ქართულ ეზიარება ქართულ ფოლკლორს ქართულ მუსიკას ქართულ სიმღერას ცეკვას მით უფრო ერი და ბერი ვიქნებით გამარჯვებული. ამიტომ მრავალჟამბერ ჩემ გენადიზა მის ოჯახს. მე ძალიან მომეწონა დღევანდელი კონცერტი. მე მადლობას მოუხდი ბატონ გენადის, მის შვილებს, მის მეუღლეს, რომ ასეთი ღონისძიება ჩატარდა. მადლობას მოუხდი სამტრედის კულტურის გაყოფილებას, სამტრედის გამგეობას, ყველა სამტრედიელებს, ყველა მშობლებს, ყველა ბავშვებს დიდი მადლობა. მე დიდ მადლობას მოახსენებ ანსამბლი იმერეთიდან, რომელიც ჩამოვედის სოჩიდან, იმერეთის სახელით დიდი მადლობა ჩემს გენადის, მის ოჯახს, მის ბავშვებს და მის ანსამბლს. მე სანავარდოს მშობელი გახლავართ, ანსამბლ სანავარდოს მშობელი და ყოველთვის საოცარი შემოქმედებითი ესე ვთქვათ, შემოქმედებით გამოირჩევა ეს ანსამბლი. თავისი ხარისხით, თავისი სილამაზით და მე ბედნიერი ვარ, რომ ჩემი შვილები აქ ცეკვავენ. პირველ რიგში ყველა ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. იმედია გავამართლეთ თქვენი მოლოდინები. მადლობა კიდევ ერთხელ ყველას. მიყვარხართ ყველანი ძალიან. მოცეკვავი არ არსებობს და ქორეოგრაფია არ არსებობს, რაც არ უნდა იცეკვოს უკმაყოფილების ზნობა რო არ ქონდეს, მაგრამ დღევანდელი დღით ეს ლამაზმა მომავალმა თაობამ შეძლო იმის გაკეთება, გაგვიხალისა გული, გაგვახარა და მინდა რომ დიდი მადლობა მოუხადო მათ, დიდი მადლობა მშობლებს, დიდი მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო და ჩვენც აქედან უკრავთ გემრიელ ტაშის.